წმინდა ოღმერთო. ასე ქვია საგალობელს, რომელსაც ახლა ისმენთ. ამ ღვთაებრივი მუსიკის ავტორი ნიკო სულხანიშვილია. მომღერალი, ლოტბარი საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შემგროვებელი, საზოგადოების მიერ სახალხო კომპოზიტორად აღიარებული. სოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა ნიკო სულხანიშვილის შემოქმედებით და იმდენად ძირეულად ქართულია, რომ თითქოს მისი ხელიც არ არის რაღაცა ამ დონის ეროვნული შედევრებია მისი ნაწარმოებები. ნიკო სულხანიშვილი აწყურში დაიბადა. მამა პაატა სულხანიშვილი არაჩვეულებრივად მღეროდა და პატარა ნიკო ყოველდღე ისმენდა ქართულ სიმღერას. გადმოცემის მიხედვით პაატას სახლის შესანიშნავი კერა იყო ხალხური მუსიცირებისა, რომელშიც მთელი ოჯახი მონაწილეობდა. პოეზიის სიყვარული დედისგან გადმოჰყვა. ნინო მაჭავარიანი იმ დროისათვის განათლებული ქალი იყო. კარგად იცოდა ქართული პოეზია და ვეფხის ყაოსანი. ბავშვობიდან თურმე დაყვა ასეთი თვისება, რამე ლექსი რომ მოეწონებოდა, რომელსაც დედა ასწავლიდა ამ ლექსებს სულ პატარა იყო, 7-8 წლის, რაღაც მელოდიას მიუსადაგებდა ხოლმე ამ ლექსს და ესე იგი თავის უფროს დებს ასწავლიდა და ერთად მღეროდნენ სამხმაში თუ ოთხმაში, არ ვიცი, ესე იგი აი ასეთი თვისება ჰქონდა. 1886 წელს თეთრი გიორგის დღესასწაულზე აწყურს ბარბარე ჯორჯაძე ესტუმრა. მის საპატივცემულოდ გამართულ შეხვედრაზე ნიკო სულხანიშვილმა დებთან ერთად მისივე შექმნილი გამოთხოვება სამშობლოსთან შეასრულა. სიმღერის ტექსტად გამოყენებული ჰქონდა ნაწყვეტი ბაირონის პოემა Child Harold-დან, იოსებ ბაქრაძის თარგმანით. ისეთი შთაბეჭდება მოუხდენია, რომ ეს ქალბატონი ბარბარე ჯორჯაძეს წასკდომია ტირილი და ვეღარ გაუჩერებია. ეს იმოქმედა მასზე ამან. მე ვთვლი, რომ აი აქედან დაიწყო ნიკოს უკვე 15 წლისა მისი შემოქმედება. კიკუშა. ასე ეძახდნენ მოფერებით. მამამ სასწავლებლად თელავის სემინარიაში გააგზავნა, სადაც სიძის, ილია ზარაფიშვილის ოჯახში ცხოვრობდა. ილია მწიგნობარი ადამიანი იყო. მას ხშირად სტუმრობდნენ პოეტები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, აკაკი წერეთელი, ანტონ ფურცელაძე, ვაჟა ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ვასილ ბარნოვი, დიმიტრი მაჩხანელი და სხვები. ამ შეხვედრებმა თავისი კვალი დატოვეს ახალგაზრდა ნიკოს მსოფლ მხედველობის ჩამოყალიბებაში, რაც მერე შემოქმედებაში აისახა. თელავის სემინარიაში სხვა საგნებთან ერთად გალობას ასწავლიდნენ ლოტბარი ზაქარია ჩხიკვაძე და მღვდელი დიმიტრი ელიოზიშვილი. მოგონებებშია, რომ დიმიტრი ელიოზაშვილიო რომ შემოვიდოდაო, თავიდან დაგვაწყებინებდაო, პატარა რაღაც მელოდია გვასწავლაო და ყველანი წავიმღერებდით ხოლმეო, ესე იგი ეს ჩვენი მეფე ერეკლე ერთი პატარა კახია, ჩაჭვის პერანგი ჩააცვეს, გაჰკრა ხელი და გახია. ამით ვიწყებდით გაკვეთილებსო. ეს ბოლოს დაწერა გიორგი ჯავახიშვილმა თავის წიგნში, რომელიც თელაველი ჩემი მეგობარი ისტორიკოსი მეცნიერი, რომელმაც მოიძია იქ ძველი მოხუცებისაგან ზოგს ახსოვდა ზეპირათისა და მას უწერია ეს. თელავის შემდეგ თბილისის სემინარიაში გააგრძელა სწავლა, თუმცა მკაცრ რეჟიმს ვერ შეურიგდა და უკან დაბრუნდა. თბილისში ყოფნისას ნახა პირველად ლადო აღნიაშვილის გუნდი და ხშირად ესწრებოდა რეპეტიციებს. რამდენიმე წელში მუსიკალური განათლების მიღების მიზნით ისევ თბილისში გაემგზავრა. ვოკალის გაკვეთილებს იღებდა მომღერალ დიმიტრი უსატოვისგან. გადმოცემით მასთან გაიცნო და დაუმეგობრდა თეოდორ შალიაპინს. უსახსრობის გამო სწავლა მალე შეწყვიტა და ისევ თელავში დაბრუნდა. 1890 წელს სულხანიშვილი თელავის სასულიერო სემინარიაში მიიწვიეს ლოტბარად, სადაც თავისი მასწავლებელი ზაქარია ჩხიკვაძე შეცვალა. აქ მას რუსული საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელობა დააკისრეს. ნიკო კარგად იცნობდა სლავურ გალობას და თავის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ მაინც შექმნა ქართული გალობის მოყვარულთა გუნდი.
სემინარიაში წავდა თელავშიც გუნდი და ჯერ ერთი შესანიშნავი თვითონ იყო შესანიშნავი ქორმაისტერიც ლოტბარი შესანიშნავი და ასევე ქართული გალობის დიდებული მცოდნე. სხვათა შორის გიორგი ჯავახიშვილს ჰქონდა 40 საეკლესიო საგალობელი ნიკოს უხანიშვილის მიერ ჩაწერილი. მაგრამ იმას შემოწმება უნდა, მაშინ ეს იყო 90-იანი წლები, მაშინ არც ქსეროქსი იყო, არც არაფერი, ხო ცხადიამი არ მომცემდა და არ მანდობდა და არ ვიცი იმის ბედი მართალი გითხრათ იმ სანოტო მასალის ის საჭირო იყო შედარება და გამოკვლევა თუ რამდენად იყო ზოგი ნიკოსი იყო, არ იყო ნიკოსი და ასე შემდეგ. ამავე პერიოდში კახეთში ხალხური სიმღერების შესასწავლად დიმიტრი არაყიშვილი ჩამოდის, რომელმაც ილია ზარაფიშვილის ოჯახში გაიცნო ახალგაზრდა ნიკო. კომპოზიტორი მას ახასიათებს როგორც კახური სიმღერების კარგ მცოდნესა და მომღერალს. მისგან ჩაუწერია სოლოები კალოური, გუთნური, ურმული აწყურული და მრავალი საგუნდო ნაწარმოებები. მუსიკის მცოდნე ლადო დონაძე 90-იან წლებს სულხანიშვილის მუსიკალური მოღვაწეობის დასაწყისად მიიჩნევს. პირველი მუსიკალური ცდებიც ამ პერიოდს მიეკუთვნება. ამ დროს მიაქცია ყურადღება სულხანიშვილის მუსიკალურ ნიჭს მომღერალმა და საზოგადო მოღვაწემ ფილიმონ ქორიძემ. ის აღნიშნავდა: ჩვენს მუსიკოსებში ერთი ვინმე მეგულება. დიდად ნიჭიერი სულხანიშვილი. მთელი მისი მუსიკალური არსი ძველი ქართული სულისკვეთებით არის გამშვალული. ვიცნობ და ერთხელ მისი იმპროვიზაციაც გავიგონე. მისი დიდი იმედი მაქვს. ლადო დონაძე ნიკო სულხანიშვილს თვითნასწავლ კომპოზიტორად მიიჩნევს, რომელსაც არავითარი პროფესიული განათლება არ მიუღია. ვიდრე ნიკო სულხანიშვილი აკაპელა გუნდების ორიგინალურ კლასიკურ ნიმუშებს შექმნიდა, მისი საკომპოზიტორო მოღვაწეობა იწყება სამხმიანი საეკლესიო მუსიკის შერეული გუნდისთვის გადამუშავებით. როდესაც რუსეთმა გააუქმა ავტოკეფალია ქართული ეკლესიის და შეუერთა რუსეთის ეკლესიის სინოდს, მან მათ დანიშნეს პირველი ეგზარქოსი, ანუ გამგებელი, ესე ქართველი, ვარლამ ერისთავი. მას ჩაატარებინეს რეფორმა, როგორიც უნდოდა შეამცირეს ეპარქიები, ყველაფერი და ის რუსეთში გაიწვიეს და 1817 წელს გამოგზავნეს თეოფილე რუსანოვი, რუსი ეგზარქოსი, რომელმაც სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ყოველ ქართულს, ესე იგი. მან განდევნა ქართული გალობა, ქართული გალობა ვიცით, ვაჟთა გუნდი სამხმიანი და ჩამოიყვანა თავისი გუნდი. რუსეთში უკვე პეტრე პირველის შემდეგ შემოღებული იყო ეგრეთ წოდებული ევროპული გუნდი, ანუ შერეული გუნდი, სოპრანო, ალტი, ტენორი, ბანი ჩამოიყვანა და აი ამ ეკლესიაში რუსული თავისი გუნდი, ესე იგი მღეროდნენ შერეული გუნდი. დიდ ქალაქებში ნელ-ნელა ნერგავდნენ აი ამ შერეულ გუნდს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო ქართული ეკლესიისათვის. აი 1861 წელს ალექსანდრე ორბელიანმა ჟურნალ ცისკარში დაწერა დიდი საგანგაშო წერილი, რომ ქართველებო, ესე იგი გვეკარგება ქართული გალობა, თუ არ გამოჩნდა ვინმე რომელიც ჩაიწერს, ესე იგი ქართულ გალობას, ესე იგი საერთოდ დავკარგავთ. მაგრამ ქართველმა ნიკო სულხანიშვილის თაობამ და ამ თაობამ გააკეთეს, რომ არ დაკარგულიყო მთლიანად ქართული გალობა, აიღეს და ეს ქართული საგალობლები შერეული გუნდისთვის, ანუ რომ შესრულებულიყო ესე იმ შერეული გუნდების და გააკეთეს შერეული გუნდებისათვის.
დამწყები კომპოზიტორები საკომპოზიტორო უნარების, ესე ვთქვათ, მოსინჯვას სწორედ ამ თვალსაზრისით იწყებდნენ. ეს იყო არაჩვეულებრივი სამუშაო ლაბორატორია, მასალა, სამხმიანი მუსიკა გადაექციათ 4-ხმიან გუნდად და ეს პრაქტიკა შემდგომ გამოეყენებინათ ორიგინალური გუნდის შექმნისთვის. ნიკო სუხანიშვილთან ვფიქრობ, ეს უკანასკნელი უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ის მას ჰქონდა შესაბამისი მუსიკალური განათლება, რომ განსაკუთრებით ერთი ხმა ცალფა მელოდია მარტივად გადაეტანა 5-ხაზიან სისტემაზე, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს ის წლების განმავლობაში აწყდებოდა 4 ხმის სანოტო სისტემაზე გადატანის შემთხვევაში და ამაში მას ხელს უწყობდნენ მაგალითად მისი პირველი პედაგოგი ზაქარია ჩხიკვაძე, შემდგომ განათლება უფრო ცოდნა, უფრო გაიღრმავა გიორგი ნატრაძესთან, რომელმაც მოსკოვის კონსერვატორია დაამთავრა. მე მინდა აღვნიშნო, რომ კომპოზიტორი ქმნიდა ორიგინალურ საეკლესიო მუსიკასაც, რა ძალიან ცნობილია, მაგალითად მისი ტონ დესპოტინი, ეს იყო ქართველი კომპოზიტორის მიერ პირველად შექმნილი პატრიარქისადმი მიძღვნილი საგალობელი, ეს გულისხმობს მაღალი იერარქის, ეპისკოპოსის და პატრიარქის ტაძარში შებრძანების მთავარი საგალობელია. ხო, ბერძნულ ენაზე სრულდება დღემდე კანონიკის გათვალისწინებით. 8 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნაწარმოები მიუძღვნა სულხანიშვილმა პატრიარქს. კირიონ მეორის მკვლელობით დამწუხრებულმა რამდენიმე საათში შექმნა საგალობელი სულთათანა, რომელიც სიონის ტაძარში პატრიარქის ანდერძის აგების დროს შესრულდა. იოსებ იმედაშვილი ხსენებს. მგალობის დროს როგორც საზოგადოება, ისე დიპლომატები ზურგშებრუნვით პირით მგალობლებისკენ გაოცებით შესქეროდნენ კიკუშას გუნდს. დიპლომატიური კორპუსის თხოვნით კიკუშამ ორჯერ გაიმეორა საგალობლები. ისინი გაოცებით იძახდნენ, ამის მსგავსი არაფერი მოგვისმენიაო. მე მაინც ვერ ვიტყოდი, რომ დიდი გავლენა იქონია რაღაც ევროპულმა მუსიკამ. უბრალოდ აზროვნების პრინციპი იყო მისი ევროპული და ის ქართულ საეკლესიო მუსიკას და ქართულ ხალხურ შემოქმედებას აღიქვამდა როგორც ერთიან სააზროვნო სისტემას, მსგავსად ზაქარია ფალიაშვილისა და რა თქმა უნდა, ცოდნა თუნდაც პოლიფონიური ხერხებისა და ფორმებისა, რაც მას საკუთარ პირველსავე ქმნილებებში გამოავლინა. ხადად გულისხმობს იმას, რომ ის იცნობდა ევროპულ მუსიკას და ამ თვალსაზრისით მე უფრო მივანიჭებდი გავლენას გიორგი ნატრაძეს. გიორგი ნატრაძესთან შეისწავლა მან ეს ყველაფერი. კახური სიმღერები მოისმინეთ, ქართკახური სიმღერები განსაკუთრებით კახური. იქ ნახეთ როგორია წამყვანი სოლო და თანხლები ხმები. აი თუ ნახავთ იქ სხვა სტრუქტურა, მაგრამ მან ევროპულ ყაედაზე 4 ხმაში გააწყო ის, რაც იყო ღრმად ქართული და ფოლკლორი რაც იყო. გააწყო 4 ხმაზე. შექმნა აკადემიური გუნდები მთლიანად ქართული სამუსიკო აზროვნო სისტემით. ნიკო სულხანიშვილი თბილისის საზოგადოებამ 1913 წელს გაიცნო, როდესაც ლადო ალექსი მესხიშვილის საიუბილეო საღამოზე თავის გუნდთან ერთად წარსდგა. იოსებ იმედაშვილის მოგონებებში ვკითხულობთ, ლადო მესხიშვილის იუბილეზე შესრულებულმა გუნდებმა მთელი ხალხი გადანათლა, უსულოს სული ჩაუდგა, ურწმუნო შორეულის რწმენა განუმტკიცა, უიმედოს იმედი და სასოება შთაბერა. საზოგადოებამ სულხანიშვილს სახალხო მუსიკის კომპოზიტორი უწოდა.
წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ქართულ პუბლიკაში და არა მხოლოდ კომპოზიტორები იყვნენ გაოცებულები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საგუნდო ვოკალურ მუსიკაში იმიტაციის ხერხი გამოჩნდა და ნიკო სუხანიშვილმა ძალიან საინტერესოდ გადაიაზრა თავად ეს პრინციპი. აღწერილია სტატიაში, რომ სცენის სხვადასხვა წერტილიდან ისმოდა ეს მსგავსი თემები, მარტივი გასაგებიანით არის იმიტაციის პრინციპი აღწერილი, მაგრამ საინტერესო იყო ნიკო სუხანიშვილის შემთხვევაში ნაწარმოების გადააზრების პრინციპი. დღეს რასაც ჩვენ თანამედროვე ხელოვნებაში, მუსიკოლოგიაში ვუწოდეთ მულტიტოკოფონიკას, ანუ სხვადასხვა სივრციდან გაისმის ჟღერადობა, ერთმანეთის მსგავსი თუ რადიკალურად განსხვავებული მუსიკალური თემები, რომლებიც საბოლოო ჯამში სტერეოეფექტს ქმნიან, ქართულ მუსიკაში ჩვენ ამის წინაპრად შეგვიძლია მოვიხსენიოთ ნიკო სუხანიშვილის მესტვირული. შორიდან შემოგვებარა მტერივით ტურამელაო და სულ სხვა ხმებზე გვამღერებს არ მოსწონს დელა-დელაო ერთობა ჩვენთვის ტახტია მტრებისთვის აღჩობელაო მტრებს ვაიდე დავაძახოთ და ჩვენ თქვა ან სცენაზე გადაიაზრა, რომ მას სხვადასხვა სივრციდან სჭირდებოდა ეს ერთმანეთის მსგავსი მელოდიური ნახაზები გაჟღერებულიყო და ეს ყველაფერი ასოცირდება სწორედ მთის ეკოსთან, აი მთის გადაძახილ რაჭის მშვენიერი ბუნება, სადაც დაიწყო ერთა ხმამ ოდელა-დელა, ეს აკაკისეული ეს ვთქვათ რეფრენია, ხო? აი ამ პოემაში ოდელა-დელა-დელაო. სწორედ ამით იწყება სუხანიშვილის მესტვირული და ცენტრში მდგომი ბანების აი ამ ხმებს სცენის სხვადასხვა წერტილიდან იმეორებდნენ და ეს აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური და დაუჯერებელი მაშინ არა მხოლოდ ქართული ფართო პუბლიკისთვის, არამედ კომპოზიტორებისთვის. ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ზაქარია ფალიაშვილის უკვე აკადემიურად ჩამოყალიბებული ფილარმონიული საზოგადოების გუნდი, რომელმაც იმღერა მრავალჟამიერი ორკესტრთან ერთად, თავად კომპოზიტორისავე დირიჟორობით და გამოვიდა გუნდი, რომელსაც პუბლიკამ დიდი მნიშვნელობა არ მიაქ, დიდი ყურადღება არ მიაქცია, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა. პირიქით კონცერტის ორგანიზატორებმა ის სცენის სიღრმეში დააყენეს. იმიტომ რომ ვისაც რაც შეეძლო, იმით იყვნენ შემოსილები. თუ კი სხვა გუნდს ქულაჯები ეცვა, იქ ჩოხა-ახალუხი, ეროვნული სამოსი, აქ ზოგიერთი ხალათით იყო გამოსული, ზოგს იმ პერიოდის პერანგი ეცვა, თოკით შეკრული, ძალიან არააკადემიურად გამოიყურებოდნენ და სცენაზე იდგა ადამიანი, რომელსაც თბილისის კულტურული საზოგადოება დიდად არ იცნობდა. და იმის მიუხედავად, რომ შესრულება თავიდან მაღალ აკადემიურობით თურმე არ გამოირჩეოდა, თანდათან გამოიწვია ისეთი წარმოუდგენელი ეფექტი, რომ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გუნდს ეს ნაწარმოები მეორედაც მოსთხოვეს მისი შესრულება და დასასრულს საერთოდ ფურორი მოახდინა ამავე პერიოდში შექმნილმა ნაწარმოებმა სამშობლო ხესურისა.
ორივე არის მნიშვნელოვანი რა თვალსაზრისით. ზოგადად ნიკო სულხანიშვილის შემოქმედება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდის კოლეგებისაგან ის განსხვავდება იმ თვალსაზრისით. ის არირჩევს კონკრეტული კუთხის ფოლკლორის სტილურ მახასიათებლებს. ის მოიცავს მთელ საქართველოს. მაგალითად, რაჭის, გუდას ტვირის თავისებური გადააზრებაა მესტვირულში. ასეთივე დინჯი მელოდია ჟღერს სოლისტის ფრაზაში ჩონგურ სიმები გაობით, რომელიც კუპლეტური ფორმით არის ხო წარმოდგენილი. და რაჭული ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ფაქტურაა გამოყენებული შემდგომ უკვე გუნდის მისამღერში. ავიღოთ სამშუბლო ხევსურისა. ასევე ნიკო სულხანიშვილი პირველია, ვინც მიმართა აღმოსავლეთ საქართველოს მთის ფოლკლორს, იმ რიტმებსა და ინტონაციებს. და კილოს, რა თქმა უნდა, შაური კილო, რომელიც შემდგომ ფრიგიული კილო, რომელიც შემდგომ უკვე შალომშველიძემ გამოიყენა სრულყო ოდნავ ცვლილებით და მას შაური კილო უწოდა. ტურფა მოდი ნუხარმტყრულად, რომელსაც კომპოზიტორი მის პირველ ნაწარმოებად მიიჩნევდა და იყო უაღრესად პოპულარული ნაწარმოები 10-იან წლებში, მთელს 10-იან წლებში და ზოგადად საგუნდო მუსიკა იყო ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ჟანრი, ვიდრე შეიქმნებოდა ოპერის კლასიკური ნიმუშები. შესაბამისად, ნიკო სულხანიშვილი ძალიან ავანგარდში იყო და ეს ყველაფერი დაიწყო 1913 წელს, როდესაც აი მესხიშვილის საღამოზე გაჟღერდა მისი ეს ორი ნაწარმოები. ტურფა მოდი ნუხარმტყრულად წარმოადგენს დასავლეთში, კერძოდ ქუთაისში გავრცელებულ ეგრეთ წოდებულ იმერულ, დასავლურ ქალაქური მუსიკალური ფოლკლორის მიღწევებით, სტილური და ენობრივი მახასიათებით სარგებლობს და ესეც მინდა აღვნიშნო, რომ ის თავიდან სრულდებოდა როგორც სოლო სიმღერა ინსტრუმენტული თანხლებით, მაგრამ შემდგომ გახალხურდა და სამხმიანი გუნდები როგორც ქალაქურ სიმღერას ისევე ასრულებდნენ და ძალიან მალე ნიკოს გარდაცვალებიდან ეს სიმღერა დიდხანს ეგონათ როგორც ხალხური სიმღერა.
აღნიშნავდი ქართკახური ფოლკლორის გავლენებს. მაგალითად, ქართკახური სუფრული სიმღერებისთვის დამახასიათებელი ეს სოლისტების გაპაექრება გუნდის ფონზე, აი ეს პრინციპი ვლინდება მის ასევე ერთ-ერთ უკანასკნელ შემორჩენილ ნაწარმოებში „მას გამარჯვება ტკბილო სიცოცხლე“. აი ეს მას გამარჯვება ტკბილო სიცოცხლეო, ესე იგი გუნდი, ეს არის ჰიმნი, სიცოცხლის ჰიმნია, აი პირდაპირ და ნამდვილი ქართკახური ესეთი ჩაკრულოს ტიპის სიმღერაა რა, რომელიც ჩაწერილი მაქვს და შეგიძლიათ მოიძიოთ და გაუშვათ კიდეც, ხო? ეს მოისმინეს თელავში იყვნენ 1919 წელს ალავერდობაზე ჩასული ტიციან ტაბიძე თელაველების სიძე იყო, მაყაშვილი, ნინო მაყაშვილი ყავდა და მათ ოჯახში ტიციან ტაბიძე, ესე იგი გიორგი ლეონიძე, დავით კლდიაშვილი ისა და მათ იქ რა თქმა უნდა თელავის ინტელიგენცია შეხვდა სათანადოდ და აი იმ საღამოს მოასმენიეს მას გამარჯვება ტკბილო სიცოცხლეო ნიკო სულხანიშვილმა. ალავერდობა აგვისტოშია. და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ტიციანმა დაწერა თავისი ერთ-ერთი უკვდავი ლექსი, ესე იგი, რომელიც იწყება ესე იგი თუ ჩემი ძმა ხარ ერთიც მიმღერე და დაუჩოქებ მიწას მუხლებით, მას გამარჯვება ტკბილო სიცოცხლე, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.